კომისრები ახსენეთ და სომხეთშია ერთია მაგარი ამბავი სუტრიალებს ხო ეს ჩემმა მეგობარმა ძალიან დიდი ხნის მეგობარმა ნიაზი მოყვა მაგ ამბავს ხო ნიაზის ეხა რეპორტაჟის დროს აქვს მოყვანილი პირდაპირ საერთოდ ცნობილია თავის იუმორის ცნობით და ხო ნამცინამდე ხო რაღაცები შეეშალა ანუ პირველ რიგში შეეშალა ქვეყანა ეს მოხდა არა სომხეთში არამედ აზერბაიჯანში თამაში იყო ბოსნია აზერბაიჯანი ეგეთი თამაში იყო მაშინ ცხონებული ჩვენი გურამ მოდებაძე იყო აზერბაიჯანის მწვრთნელი მოკლედ ქართული რაღაც დიასპორა იყო იქ მაგარი ბურძგლა მწვრთნელი იყო მე კომისარი და ზაზა ლეჟავა იყო მსაჯი მსაჯი ერთი პერიოდი მსაჯობდა ზაზა და აქტიურად და აი საერთაშორისო თამაშზე დანიშნეს ხო და იქ იყო ხო იქ რამდენიმე კურიოზი მოხდა ერთ-ერთი იყო რომ აი გიმნის დრო არის და რაღაცა ჩემდა სამარცხვინოთ უნდა ვაღიარო რომ არ ვიცი ეს აზერბაიჯანის გიმს ვერ ავწნობ ეხლაც და ვერც მაშინ ვერ ვცნობ სულ რამდენიმე ქვეყნის გიმს ავწნობ რო არ ეწყინოს აზერბაიჯანელებს რა ეს რაგბის ქვეყნებს თუ ის აი რაღაც ეგეთ გიმნებს ვცნობ ხო და ამას არის ცოტა ესე კი დავეჭდი რომ ცოტა ესეთი ტემპიანი სიმღერა იყო რაღაც ადგილობრივი ის ფოლკლორული ინსტრუმენტების გამოყენებით და ეხლა ბოსნიელებიც მით უმეტეს გაჯგიმულებით გევართ და ერთ თან მაშინ აზერბაიჯანშიც ის გუნდი აი წმინდა მოყვა ისეთ კარგი ბიჭები იყვნენ რა მოთამაშეც თვითონ იყო ორგანიზატორიც ყველაფერს თვითონ აგვარებდნენ და არბოდნენ რაღაცა ერქვე ერთ-ერთი იყო ხოლმე აზერბაიჯანის სულ აქ ჩამოდიოდა ხოლმე კი ეხაც ყავდა ერთი კაცები ჩამოდიოდნენ ხოლმე კი აი უნდათ ვინც არიან იქ ძალიან ისეთი ენთუზიასტი ბიჭები არიან და მანქან მაშინ კასეტის მაგნიტოფონები იყო და რაღაცას რო უსმენდა იქ თავის ბაიათებს რა მანქანაში და შეეშალა ის კასეტა წამოიღო და შეხ მე ხო აღარ გამოცდიდა თან იდგა მოთამაშე იყო იქა და იდგა და გაიწურა რა მე კი ბევრი ვიცინეთ მაგ ამბავზე რა მაგრამ ეხა ეს სუჯუკი ასე თქვა და შალახო ეგ უკვე და სასომხეთი ეს ნიაზის ფანტაზიის ესე თქვა შედეგია ჩვენი პირველ ვერსიასაც შემოგთავაზებთ აუცილებლად და ეს მეორე ვერსიას აქვს რეალობაც აგერ არის აგერ პირველ წყაროდან გეუბნებით რომ ეგრე იყო ეგ ამბავი